მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ჩვენს ეთერში არის გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგო ომანიძე და მერაბ ჭიქაშვილი გავუძღვებით. მოგესალმებით მერაბ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმარს და მაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველას, მოვახსენებთ ყველას, ვინც თვალყურს გადანებს ახლა უკვე ინტერნეტში, გამოიწერეთ ჩვენი არხები, ანუ Facebook გვერდზე და ასევე YouTube გვერდზე და ვფიქრობ, რომ სოლიდარობის სტუდია როგორც ყოველთვის შეეცდება და ვეცდებით, რომ საინტერესო დღევანდელი დღეს საინტერესო გადაცემა გამოვიდეს და ანალიტიკური და ცდილობთ ყოველ შემთხვევაში რაციონალურად ვიმსჯელოთ და ყველა იმ ფაქტებზე, რომელზეც ვისაუბრებთ. ეს ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო გადაცემა, იმიტომ რომ სოფლიოში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, მთელი საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია სტამბოლისკენ, სადაც მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის უკვე რიგით მეორე პირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოვლენა გუშინდელი პროცესების შემდეგ, როდესაც ალბათ ომის მიმდინარეობისას ყველაზე უფრო მასშტაბური შეტევა განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე 4 აეროდრომზე ერთდროულად განადგურდა რამდენიმე ათეული თვითმფრინავი სტრატეგიული დანიშნულების ავიაციაზეა საუბარი. უკრაინულმა მხარემ გაავრცელა შესაბამისი კადრებიც უკვე ვრცელდება და როგორც ჩვენი მაყურებელიც ხედავს, ეს არის სწორედ ინტერნეტში ღია წყაროებში მოპოვებული ბუნებრივია მასალა, რაც ასახავს გუშინ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშს. საინტერესოა, რომ ეს ოპერაცია, როგორც აცხადებენ თავად უკრაინელები, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მას ჰქონდა კოდური სახელწოდება ობობის ქსელი, მას ჰქონდა როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არის საინტერესო არის ამ შემთხვევაში ის, რომ სწორედ აი მოლაპარაკებების წინა დღეს ხდება ეს ამბავი. მნიშვნელოვანია ალბათ ამ შემთხვევაში მოვისმინოთ, გავაანალიზოთ ეს მომენტი, რომ რას ნიშნავს, როდესაც ასეთი მოლაპარაკებების წინა დღეს კეთდება ეს, არის თუ არა კავშირში ზოგადად ეს ყველაფერი მოლაპარაკებებთან და გავლენა თუ ექნება აი ამას ამ სამშვიდობო პროცესზე. ეს ალბათ ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ისიც, რომ რუსულ მხარეს იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა აი ამ მოვლენის შემდეგ ჩაშლილიყო მოლაპარაკება, უარი ეთქვა მოლაპარაკების პროცესი, რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანა პროცესი, თუმცა ეს არ გამართლდა ეს მოლოდინი, რუსეთის დელეგაცია გუშინვე ჩავიდა უკვე სტამბოლში და იქ რა თქმა უნდა იმართება ეს მოლაპარაკებები. საინტერესოა ამაზე ვიმსჯელოთ. მერაბ, მოახდენს თუ არა შენი აზრით გავლენას, აი ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩაატარა უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე. კი ბატონო. დავიწყოთ მართლა, ცოტა ისეთი თემა ჩვენ არც მე და არც შენ, მოდი ვთქვათ, პოლიტოლოგები არა ვართ, შეიძლება ექსპერტები არა ვართ, მით უმეტეს სამხედრო მიმართულება ცოტა მაინც სპეციფიური თემა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენ მით უმეტეს განსაკუთრებით წინ ხარ, კიდე იმიტომ რომ მაინც იურისტი ხარ, პროცესებს ვაკვირდები ჩვენ მედიასთან გვაქვს კონტაქტი, მოდი ვთქვათ, რომ დღეს უკვე ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ საინფორმაციასთან ცდომა გვაქვს, რაღაცებს ვაკვირდებით და ჩვენც რაღაც ჩვენი დასკვნები გვაქვს და მით უმეტეს დღეს უკვე, როდესაც 21 საუკუნეში ფაქტიურად პირდაპირ ეთერში უყურებთ, ხო? ომსაც და არ ვიცი, მოლაპარაკებებსაც და ეკონომიურ წინსვლებსაც და ყველაფერს, ჩვენც არ გაგვიჭირდება, რომ რაციონალურად ვიმსჯელოთ და დავიწყოთ ვისაუბროთ ჩვენი მოსაზრებებით და ჩვენი ხედვით შევეცადოთ საერთოდ რა ხდება. ის რომ ეს საკმაოდ დღეს მსოფლიოს უმთავრესი პრობლემა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ეს ნათელია, ხო? სხვათა შორის აი რაღაცნაირად ისტორიული მომენტია და მოვლენა, იმიტომ რომ ისტორიასაც რო გადავხედოთ, რა იყო, რომ მსოფლიოს რას ახსოვს, თქვათ, ხო, პანდემიები, მსოფლიო პანდემიები, ომები, პანდემიები და ამ დროს პარალელურად იყო სახელმწიფოები, რომელიც ვითარდებოდნენ, ეკონომიური დიდი წინსვლები, რა ვიცი, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ბოლომდე და ბოლოს მეორე მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფეხზე დამდგარი
კაცობრიობა ფაქტია. კაცობრიობა, თქვათ, გერმანელები მეორეჯერ მუხზე დავარდნილები, მაგრამ აქეთ ხარეს მსაჯულთა კავშირი და ამ მსაჯულთა კავშირსაც თავის მინუსები ყველაფერი, მაგრამ ხედავდით, რომ აი სამხედრო წინსულები, ეს ყველაფერი ფაქტურად ხდებოდა. ჩვენც მოდი ასე შევხედოთ, რომ მოდი დაუშვათ რაღაც მომენტში, რომ ეს იყოს რაღაცა ნაწილი თუნდაც იმ დიდი მოლაპარაკების, რაც მიდის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მოდი პირდაპირ ვთქვათ, მოლაპარაკება იმას თაობაზე, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს. ამერიკის ღია გაჟღერებული სურვილი ვიცით, რომ მათ უნდა და ტრამპს უნდა განსაკუთრებით, რომ ეს ომი გაჩერდეს. მან ბევრჯერ თქვა და მე უკან წაიღო სიტყვები, რომ ის საერთოდ წინა კამპანიის დროს ამბობდა, რომ ჯერ ამბობდა, რომ მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი, საერთოდ ეს ომი არ დაიწყებოდა. მე ამბობდა რომ მე ამ ომს დავამთავრებ რამდენიმე დღეში 24 საათში მე ამბობდა რომ იცი 24 საათში ვერა მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ რაღაც 2 თვეში მე ესეც უკან წაიღო და ბოლოს ეხლა რაც არ უნდა იყოს ამერიკა არის ერთ-ერთი მსოფლიო იმედი მოდი ასე ვთქვათ გუჯერა არ გუჯერა მოგწოს არ მოგწოს ის რომ ეს კონფლიქტი უნდა დამთავრდეს ეს ხდება ამ დიდი მოლაპარაკებების პარალელურად ჩვენი ვერსიებით დავიწყე აქ არ არის შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობთ მაგრამ ყველაფერს მიუხედავად რატომ მინდა დავიწყო და შენს ხაზი გავუსვი ამ ყველაფერს იმის მიუხედავად რომ 2 დღის უკან ასეთი რამ მოხდა და მოდი ვთქვათ რომ ასეთი მასშტაბური თავდასხმა არ ყოფილა რუსეთზე იყო რუსეთის ტერიტორიაზე იყო რაღაც თავდასხმები ბატონო მაგრამ აქეთაც აი თუ არ წარმინდა ვოლგოგრადის თუ ასაკი ტერიტორიაზე იყო დრონების გადმოპრენა კრემლზე იყო დრონების თავდასხმა ხოთეს შორის და მაგრამ ასეთი მასშტაბური არ ყოფილა ხო მოდი ამას ვაღიარო და ვამბობ ამავე დროს მოდი იმაზეც ვისაუბრო და იქითკენაც წავიდეთ რომ კი ბატონო პარალელურად არის მოლაპარაკება რუსეთ ამერიკას შორის 2 საათიანი საუბარი სულ ეხლახანს იყო პუტინსა და ტრამპს შორის, რომელი საუბრიდანაც ჩვენ პირველი რა გავიგეთ, პირველი იცი, რატომაც მე რაღაცა შეიძლება შევწდი მომეჩვენა, ან მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ საუბარი მორჩა თუ არა მედიისთვის გახდა ტრამპის ეს რაღაცა თავისი იუმორის და იმით გზობით გულწრფელი დამოკიდებულება, რომ ისე კარგად ჩაერა ლაპარაკი საუბარმა, რომ რაღაცა აი ჩემი მელანია ანუ ძალიან დადებით ნოტას და ყველა იფიქრებდა რომ ვა ესე იგი რაღაცების ეხა ამ ხალხს არ ეთყობა რომ ერთმანეთს თქვათ დედა აგინეს იჭხუბეს თუმცა რამოდენიმე დღეში ტრამპი აკეთებს განცხადებას რომ შე თუ არ დამეჯერებ რუსეთი განადგურდება და მოკლედ ის რომ ტრამპის მხრიდან და საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატთა არაორდენას უგესეს მაგრამ მაინც ძალაში რჩება ეს მოლაპარაკება აი რატო ვამბობ ამას ყველაფრის მიუხედავად რუსეთმა უდიდესი დანაკარგი მიიღო, ხო მოდი ასე ვთქვათ. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის იყო, შტურმი იყო, ხო რუსეთზე. დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე მაინც წავიდა. იცი რაღაცა მომენტში მეც ვფიქრე და ალბათ შენც ვფიქრებ და ძალიან ბევრი ველაპარაკებოდი ჩვენ მეგობრებსაც, კოლეგებსაც, აუ ეჭველი არ წავა ეხა იქ და ეხა ნახე რა სიზავს და კი, განხორციელდა აქედანაც რაღაცა პოლიგონი დაიბობა, მაგრამ დღეს რუსეთი სტამბოლში ეხა მოლაპარაკების მაგიდასთან ზის. კი, აი ეს არის და ეს წარმოშობს სწორედ შეკითხვებს მათ შორის პოლიტიკურ წრეებში. პრინციპში ხა თუ დაუფიქრდებით მოლაპარაკებების პროცესი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს პარალელურად სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას და პირიქით გაძლიერებას და ინტენსივობასაც კი, იმიტომ რომ მოლაპარაკებების წინ, რა თქმა უნდა, ყველა მხარე ცდილობს საკუთარი ასე ვთქვათ, ძლიერი პოზიციები წარმოაჩინოს, გაიმყაროს პოზიციები მოლაპარაკებების წინ და უკრაინა არ არის, ხო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვინც რუსეთს თავს, რუსული მხრიდანაც ასევე მომატებული არის შეტევების ინტენსივობა, გუშინ წინდელი ამბავი იყო, რომ დაახლოებით 500 სამხედრო დრონით შეუტიეს გუშინ ასევე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა შეტევა, ანუ ორივე მხარე სამხედრო მოქმედებების ინტენსივობას ზრდის, იმიტომ რომ მოლაპარაკებების წინ საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს. მე ასევე მქონდა საუბარი პოლიტოლოგებთან, რომლებმაც გამოთქვეს მათ შორის ასეთი პოზიციები, რომ
რუსეთის პირველი რაც უნდა ვთქვა, ამერიკის შეერთებული შტატებმა განაცხადა, რომ ეს არ იყო ინფორმირებული უკრაინის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე. მე ხა გულწრფელად რო ვთქვა, ხა რამდენად შეიძლება ამისი გჯეროდეს, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში უკრაინა რაღაცას გეგმავდა და ამის შესახებ ამერიკამ არ იცოდა. შეიძლება უშუალოდ ამ ოპერაციის განხორციელების შესახებ არ ქონდათ მათ რაიმე ინფორმაცია და ეს ცალკე საკითხია. მაგრამ და ასევე საინტერესო არის რუბიოს განცხადებაც, რომელმაც მიუსამძიმრა რუსეთს. ფაქტიურად დაგმოდა. აქვე ითქვა რუბიოს მისამძიმრომ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენთან ეს არ იყო შეთანხმებული, ეს თავდასხმაა. ანუ შეიძლება ოპერაციის შესახებ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, უბრალოდ არის როდის განხორციელდებოდა, არავინ იცოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ალბათ არის ის, რომ ექნება თუ არა ამ ყველაფერს გავლენა საბოლოოდ აი ამ სამშვიდობო პროცესი, ან რას უნდა ველოდოთ დღეს სტამბულში გამართული შეხვედრიდან. მოლოდინი იმისი, რომ დღეს უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რა თქმა უნდა არ არსებობს, ეს არის შემდეგი რაუნდი, მაგრამ სავარაუდოდ რაუნდი, რომელსაც კიდევ უნდა მოყვეს შემდეგ გაგრძელება, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების სახით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მოვლენამ გუშინდელმა თავდასხმამ ერთგვარად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მათ შორის მოლაპარაკებების პროცესის ინტენსივობაც. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ თქმულა, რომ რუსეთს აქვს დიდი სამხედრო რესურსი, დიდი სამხედრო პოტენციალი, მას ზარალიც აქვს უკვე იმდენად დიდი, რომ ბუნებრივია თავად რუსეთის ინტერესში შეიძინა. და თურმე არც ისე მარტივი არ ყოფილა უკრაინული დიდი ჯარის და ამ სხვა შორის ამაზე ადრე ექსპერტებიც საუბრობდნენ და მე ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე და რო დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი, მოდი ვთქვათ ესე. ბატონ გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გადაცემა მიმყავდა აქ ამ სტუდიაშიც და სხვა სტუდიაშიც და ბატონმა გურამმა თქვა, რომ ძალიან არ გეგონოს მარტივი უკრაინა არის ფაქტობრივად მოდი ვთქვათ რა ეს გარდა იმისა, რომ ბევრი დაობს ახლა ეს ერთი ერია, მაგრამ საბჭოთა ჯარის სკოლა ერთი და იგივე. ესენი გენერლებიც ყველანიც უმაღლესი დონეა, უზარმაზარი რესურსია და ესე მარტივი არა. სხვა შორის გამართდა ეს სიტყვები, იმიტომ რომ აგერ რამდენი წელია უკვე საბჭოთა სამხედრო სკოლა ჩვენთანაც იყო ეგრე, მაგრამ კი, ამ კონტექსტში. მაგრამ აი მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში და რამდენადაც მეც მომისმენია ეს ჩემზე ბევრად კვალიფიციური ადამიანების მხრიდან, უკრაინა გამოირჩეოდა კიდეც ამ მხრივ უშუალოდ საბჭოთა კავშირში, უკრაინელები, უკრაინის გენერალიტეტი, სამხედრო ელიტა იყო განსაკუთრებით ძლიერად წარმოდგენილი საბჭოთა ჯარში და მათ ჰქონდათ თან ახლა ისედაც რომ შევხედოთ კი რუსეთთან შედარებით შეიძლება პატარა სახელმწიფოა რუსეთთან შედარებით, მაგრამ ეს არის ევროპის უდიდესი სახელმწიფო იყო, ხო? სანამ მოხდებოდა აი ამ ყირიმის და დონბასის დაკარგვა, უზარმაზარი სახელმწიფო 50 მილიონიანი ერი და ეხლა მარტივი მათთან ბრძოლა რო რა თქმა უნდა არ იქნებოდა, ეს ალბათ რუსეთში თავიდან ყველას ჰქონდა გაცნობიერებული. გუშინდელი ოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ომი არ არის მარტივი არც რუსეთისთვის, რაც მნიშვნელოვანია განადგურდა სტრატეგიული ავიაცია, ეს არ არის ასე რიგითი რაღაც თვითმფრინავები, რომლებიც შეიძლება საღლუმოდ გამოყავთ ხოლმე, ეს არის საუბარი შეიარაღებაზე, რომელსაც მათ შორის ბირთვული იარაღით შეუძლია იერიშის მიტანა. თან ერთის თქვათ, რომ ბოდიში, ერთის თქვათ, რომ კი შეიძლება ზელენსკიმ განაცხადა, რომ 34% განადგურებულია. სულ ესე არ იყოს ფაქტის სახეზე, რომ 3 ერთეული განადგურებული, ეს არ არის პატარა დანაკლისი, თუნდაც იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც, აქ 2 მილიარდზე არ არის თვითონ საუბარი, თანხობრივად აქ საუბარია იმის შექმნაზე და მართვაში მოყვანაზე. მაგრამ აი გამორიცხავ, მოდი ასეთ იმაზე რომ გავყვეთ ჩვენ ახლა, თუნდაც აი ამ კონფლიქტის საუბარს, ვიდრე ჩვენ სხვა თემაზე გადავალთ. გამორიცხავ ასეთ იმას, იმიტომ რომ არის სხვათა შორის ესეთი მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მოლაპარაკებებს მაგიდასთან დღეს ხედან რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? მოდი ვთქვათ, მთავარი მაინც იქ. კია, სტამბულის შემთხვევაში ხა მაინც ეს ორი მხარეზეც, მაგრამ მთავარი გარანტია, რომ მოდი აი ბოლო მცდელობაც ამაზე აიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვისთანაც წავიდა რუსეთი დასალაპარაკება. პრინციპში ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ელაპარაკება. გამორიცხავ, რომ თუნდაც ამერიკელების ან თქვათ საერთო მოლაპარაკების თამაშის ნაწილი იყოს ის, რომ სურვილი ვის ექნება ახლა სურვილი აი იმ კონტინენტზე, ევროპის კონტინენტზე, რომელ ქვეყანას შეიძლება კონდეს სურვილი, რომ რუსეთი არ გავიდეს მშვიდობა, ანუ ხო გაგრძელდეს ომი. ხომ არ არის ასეთი მოსაზრებაც, რომ მაგალითად ბოლომდე მიიყვანენ ისე საქმეს, რომ რუსეთს მოუწიოს აღმოსავლეთ ევროპაზე თუნდაც შეტევის განხორციელება. ეს არ არის
ჩემი აზრით მხოლოდ შეთქმულების თეორია ამას მათ შორის ამ ომის მიმდინარეობაც ასე ვთქვათ ადასტურებს უშუალოდ ამ ომის მიმდინარეობაზე ისედაც ისტორიული კონტექსტებიც ამას ადასტურებს რომ ზოგადად აი ჩვენ თავრობას უყვარს ხოლმე ხო ხშირად deep state-ის ხსენება და ასე რა არის ინამდვილეში ეს deep state-ი მოდი ვთქვათ deep state-ი შეიძლება უკვე ვიღაცებისთვის კომიკურად ჭრიდეს ყურს მაგრამ მთელი მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში არსებობენ ელიტები, ვინც არის დაინტერესებული ომით და არსებობენ ელიტები, ვინც არის დაინტერესებული მშვიდობით. ხო, ასე იყო მეორე მსოფლიო ომამდეც, მანამდეც არსებობდნენ, მაშინაც არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა ჩვენ ამაზე უფრო შორო ჯვაროსნების ეპოქაშიც კი არსებობდნენ ვიღაც მონარქები, რომლებიც არ უჭერდნენ იმას მხარს და იყვნენ ვინც იგივე პროცესი არის ხო ეხლაც. დღეს თუ შევხედავთ ეხა აი მაგალითად სტამბოლის მოლაპარაკებები, ოღონდ აი პირველი მოლაპარაკებები ხო გვახსოვს როგორც ჩაიშალა და ამაზე პირდაპირ არახამია მილაპარაკა შემდეგ ხო პირდაპირ ინტერვიუში თქვა რომ ბრიტანეთის პრემიერმა გადაგვაფიქრებინა, ნუ იქ მერე მოხდა ბუჩას ამბავი და ეს გახდა ასე ვთქვათ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი. გავხსენოთ ისიც რომ ბრიტანეთი არის ის სახელმწიფო რომელიც ევროკავშირიდან, ანუ კონტინენტური ევროპის კავშირიდან პრაქტიკულად გადის ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, ხო? 2016-ში მოხდა Brexit-ი. იმის მერე იწყება უკვე აი საშენ პანდემია, იმის მერე იწყება ომი, იმის საერთოდ მთელი კაცობრიობის ისტორია ჩემი აზრით ადასტურებს, რომ ბრიტანელებმა რაღაცა წინასწარ ყოველთვის იციან ხოლმე. და აი ეს ბრიტანეთის გასვლაც თან დათვლაც იციან, კარგად. ძალიან მშვენივრად იციან. თან როგორ გავიდნენ, რომ მზად იყვნენ მილიარდი ფუნტი გადაეხადა თუ რა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგრამ მათი ეს გასვლა და შემდეგ უკვე აი მსოფლიო წესრიგის არევა, ფაქტია რომ ემთხვევა ერთსა და იმავე პერიოდს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ, რომ დღეს არსებობენ ძალები მსოფლიოში, ელიტები, რომლებიც არიან დაინტერესებული ომის გაგრძელებით, მე ხა რა თქმა უნდა რანაირად შემიძლია მეც ისევე ვეცნობის საჯარო წყაროებს როგორც თითოეული ჩვენი მაყურებელი, მაგრამ მე პირადად მაქვს ასეთი შტაბეჭდილება, რომ თუ ასეთი კოალიცია, ასე ვთქვათ, ომის კოალიცია არსებობს, ნამდვილად ბრიტანეთი არის აი ამ კოალიციის მეთაური და მათ შორის აი კონკრეტულად აი ამ თავდასხმასთან დაკავშირებითაც იყო გამოთქმული მოსაზრებები, რომ სწორედ ბრიტანული სპეცსამსახურები არიან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ჩემი აზრით არ არის ეს მაინც და მაინც შორს ასე ვთქვათ, აზრს მოკლებული, საღაზრს მოკლებული. თან ისიც უნდა გვავიწყდება საერთოდ კონფლიქტის დაწყების ისეთი რაღაცა ენერგიული და რაღაცა აგრესიული ის ვინ იყო მაშინ გახსოვთ ხო? ჯონსონი იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო მათ შორის გერმანიაც ზათ იყო რომ საერთოდ არ კონფლიქტი დაწყებულიყო და ჩავიდა და ერთ წუთში გადააფიქრებინა აი სუპერვატო დაიწყო კი ბატონო და გამოუცხადა ფაქტიურად უკვე ზელენსკიმ ჯონ ვილსონის სახელით და ზურგით გამოუცხადა ომი თუ ეს სამხედრო კონფლიქტის ოპერაცია რუსეთს ესეც საინტერესოა ამიტომ მე ვამბობ მე მაინც შენ შეთქმულების თეორია დავთქვა მაგრამ მე მაინც პოლიტიკური დიდი თამაშის ნაწილი თუ არის და მოდი აქ ახლა ამერიკელებსაც ძალიან ახლა ნუ გამოვიყვანთ სხვისოში ამერიკელების დიდი სურვილიც არის ყოველთვის რომ ევროპის კონტინენტი თვათ ისე ძლიერი არ იყოს გინდა ეკონომიურად გინდა რაღაცა იმიტომ ისტორია იმასაც გვახსენებს ანგლოსაქსების მიერ ჩადენილი ძალიან ბევრი გავყვებით ამერიკას არ შეიძლება განვიხილოთ ისიც არის ბრიტანეთის იმპერიის გაგრძელება ამიტომ მე არც იმას გამოვრიცხავ ახლა რა ვიცი ჩვენ თუ ვერსიებზე ვლაპარაკობთ არც იმას გამოვრიცხავ რომ ჩვეულებრივად იმ 2 საათიან სატელეფონო ლაპარაკში თუ მე ხა სპეცსამსახურები ლაპარაკობენ ხა ჩვენ ხო ვიცით ხა სიმართლე იქ ხა შეიძლება 2 წუთი ლაპარაკობდნენ პირადად იცინი მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ რომ კი აი ამ ახალი ტრამპის ადმინისტრაცია თუ ამერიკის ეს ახალი თქვათ ჰეგემონიის დასასრული მაგრამ სხვა მხრივ გაძლიერება და რაღაცა ურთიერთ მოლაპარაკება იყოს რომ მოდი რა შენ საერთო მტერი ვინც ხავს ბატონო ვლადიმერ მე ხვდებით ვინ არის და ჩემი სურვილებიც იცი რაც არის ხო შენ აქეთ ჩინეთთან ალაგებ კი ბატონო მე დასალაგებელი მაქვს ამ ქვეყანასთანაც მაგრამ ევროპის კონტინენტი რომელიც უკვე 500 მილიონია მაცხოვრებელი და ეკონომიურად ჩინეთი, ამერიკა, ევროპა და რუსეთი, ინდოეთი, მერე და რაღაც ქვეყნები ინაწილებენ, შეიძლება ესეც იყოს. მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც ომი უნდა მოხდეს. ჩვენ კარგად ვიცით, ხო? მათ შორის როცა დიდი დაპირისპირებები იყო, ეკონომიკა და ფული ომს მოქონდა. ომი ფულს წერს. მაგრამ ვისი ძლიერში გადავეს სხვა თემა და ამიტომ მე ამასაც უშვებ ამ ნაწილში რომ აი ახლა ეს დაბომბვა, ანუ ინგლისელების ფხის ბოლომდე გამოჩენა არ იყოს ხო ბრიტანეთის. აი პატარა კუნძულიც რომ რამე რომ მოხდეს მე არ ვამბობ რომ იერიში მიიტანოს თქვა იმ ავაცახსენებელ და თან კიდე ერთი რამე არ მომწონს თენგო ამ ბოლო დროს რუსულ მედიაშიც და სოციალურ ქსელებშიც უფრო მეტად ჩდება
მართლობა უკვე ის პუტინის მიმართვა, ხო, ბირთვული არაღზეა საუბარი. მოდი ახლა იქ ლოგიკა რა არის და ის სხვა თემა, მაგრამ აი იქნება და ესეც იყოს ამის ნაწილი, რომ თან ძალიან ისე ერთი წარბი არ აუწევიათ 7 სახეებით დღეს იმ დაბომბვის მერე მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბულში ახლა რუსეთი ზის. კი ბატონო და ფაქტი ერთი ასევე და ამ თემაზე ალბათ შეგვიძლია შევჯერდეთ არის ის რომ ყველაზე უკრაინაზე არ გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი უკრაინა არის სახელმწიფო რომელიც სამწუხაროდ ფაქტიურად განადგურებულია ხო ეკონომიკურად დემოგრაფიულად პოლიტიკურად მართვის სისტემებით არა ყველაფერი მოშლილია ამ ქვეყანაში და გასაგებია ახლა სახელმწიფო რომელიც 3 წელი აი ესეთ ეგზისტენციურ ომში არის ჩართული გასაგებია რომ იქ ნგრევა არის უზარმაზარი მაგრამ აი უკრაინის გარდა თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით და თუ ვინმე ზარალი მიიღო და ზიანი მიიღო ეს არის სწორედ ევროპა ეს არის ნუ გერმანია ალბათ პირველ რიგში ბატონო საფრანგეთი პოლონეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეიძლება ითქვას თელი ევროპა ამან გამოიწვია ევროპაში არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი. ბატონო და მიგრანტების მხრიდან შესაბამისად მოდი ვთქვათ კრიმინალის მატება. ეს პირდაპირ შეგვიძლია. ეს არის მართლობითი კრიზისი ამ შემთხვევაში და ეს უკვე ჩანს, აი მაგალითად პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, სადაც კონსერვატორმა მემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა ხო და ფაქტიურად აღიარეს უკვე მათ შორის ბრიუსელშიც მისი გამარჯვება. ან მოდიან უკვე ევროპის რუმინეთში მაგალითად ბრიუსელმა მოახერხა რომ ჩაახშო იქ ხალხმა, მაგრამ ევროპაში დგას უკვე მართლობის კრიზისი. ფაქტია, რომ თუ დააკვირდები, ყველაზე პოპულარული კანდიდატები ევროპაში ხდებიან არა რომელიმე პოლიტიკური, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატები. დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც არ არიან ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, ანუ არასისტემური პოლიტიკოსები მოდიან. ეს არის პირდაპირ გამოძახილი იმ კრიზისის, რაც დგას ევროპაში. და ერთი რამეა შესამჩნევი კიდე, რაც ევროპას არჩევია მაგალითად არ აზის ეს, აი მაგალითად თუ გერმანიის მაგალითი ავიღოთ. ეს ყველა დამოუკიდებელი ვინც ჩამოთვალე ახალგაზრდაა. დიდი ხნის განმავლობაში მაინც აი ასაკს მნიშვნელობა ჰქონდა და აკვირდა ანუ ასაკიც რაღაცნაირი აქვს აი ახლა პოლონეთის პრეზიდენტიც იგივე ეს რუმინეთს ანუ რაღაც ესეც იგზნობა იმიტომ რომ მაინც ევროპელი გერმანიაში განსაკუთრებულად აი ხა ძველ ბერძნებს ჰქონდათ თუ არ მახსოვს ვინ კონკრეტულად მაგრამ 7-თაობად იმაშობოდა ასაკს ანუ ადროს უნდა შეიძლება გახდეს ადამიანი პოლიტიკური ანუ ქვეყანა ჩაიბაროს რომ მოდი მხედამთავარი ხო და იქაც საკმაოდ ბევრს ნიშნავს გამოცდილება და ასაკი და აქაც დააკვირდი ესენი გარდა იმისა რომ რაც შეთქვი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან თითქოს არ საიდან რომ გაჩნდნენ და ვიღაცა მიქ უფლება დაცვით ვიღაცა მიქ ჟურნალისტური ვიღაცა მიქ სადაც და ამ დროს ასაკსაც შეხედე აღარ არის უკვე ეს დიდი სიბრძნე და ასაკიანი ხალხი მოდი ხა კოლე შროდერი ანუ ამბიდი ხო ბოლო ბისმარკი ბოლოს მარტოობაში თავისივე სოფელში წავიდა სადღაც იქ რაღაც მიწაზე სოფლად იყო და საკმაოდ ის ასაკში შრომი და ფიზიკურად ეს კაცი შრომობდა გარდაიცვალა ხო ხა აი ესეც ძალიან საგრძნობია და კიდე ერთი რამე თქვა შენ ჩამოთვალე რომ ევროპას საერთოდ ამ ომმა განსაკუთრებით ამ ომმა ნუ პანდემიების და ამ ყველაფერს მერე უდიდესი ზიანი მოუტანა და ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო ეკონომიურ თავიდანებოდ მე ვახსენე მიგრანტების თემა აი მაგალითად მოდი ვთქვათ ახლა ვინც არ უნდა ჩვენ რა დაგვიწეროს და გვითხრას გერმანიაში დღეს ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი კეთილსინდისიერად ბევრი შრომობს, ბევრი მოქალაქეა, ბევრს აქვს შეერთებული ოჯახია, წარმატებული ექიმები, იურისტები არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი. გერმანიის ფედერაცია, რომელიც გარდა იმისა, რომ ეკონომიურად ერთ-ერთი მდგრადი ქვეყანა იყო ევროკავშირში, ასევე იქ გამოირჩეოდა უსაფრთხოების კუთხით. და კრიმინალი ფაქტიურად თუ იყო იქ ცოტა სხვა პრობლემები აქვს გერმანიას, დიდმა მიგრაციამ და მიგრანტებამ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც გერმანელს დღეს აწევს, გარდა იმისა, რომ მის სოციალს, მის ჯიბეს დააწვა ეს მიგრანტი ეკონომიურად და მას მოაკალთა ძალიან ბევრი შეღავათი და ზოგადად აი ამ ბიუროკრატიულ სისტემაში, სადაც ყველაფერი გამართული იყო, მიგრანტებმა მოუტანეს კრიმინალის უმაღლესი დონეა. ანუ უსაფრთხო ქვეყანაში გარდა იმისა, რომ გერმანელი, რომელიც კეთილსინდისერი გადამხდელი იყო და საკმაოდ მაღალია იქ გადასახადი, შენ ეს კარგად იცი. ასევე აქვს დიდი პრობლემა, რომ მიგრანტმა იმ მისი შემოსვლით მოუტანა ასევე უზარმაზარი კრიმინალი და არაერთი მაგალითია. ერთი კვირის უკან ბილიფელდში კიდევ მოხდა ის, რომ პოლიციელი თავდასხმა მიგრანტის სირიელის ასე შემდეგ. ეს არის ნომერი პირველი პრობლემა დღეს და თუ ამას ეხლა იქ მყოფი ქართველი ჩვენ ხოშორს არიან რო იცოდე მე იქვე გვერდზე ქალაქში ვიღაც ცხოვრობს არ ვიცი მე ნუ მართლა ცხოვრობს ეს ქალბატონი გერმანიაში
ჩვენ ეთერში ვართ ხოლმე და მე ვამბობ იმ სიმართლეს რაც იქ არის იქვე მიწერს ხოლმე რომ შენ გასაგდები ხარ აქედან ეხავე დაურეკავ პოლიციას ეხავე შენი მისამართი მითხარი ვიღაც გიჟია ეხა ეს ფაქტიურად გიჟია და მე ჩემი ოჯახისეულმა და დედამ რო უთხრა რომ მიწერა მისამართი მიდი ერთი გამოიძახი მისამართი აქ ცხოვრობთო მე გაქრა ისინი კარგად ხვდებიან თუ როგორ დააწვა გერმანიას ეს და ეს ეხა წარმოიდგინე ისე ეკონომიასთან ერთად გადავახურდაო ჩვენ ტვინში და ეს მიგრანტები თალღა ჩვენთან რო შემოსულიყო ისე წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა ისედაც არანაკლები პრობლემები გვექნება უკვე რაღაცა არც თუ ისე მაგრამ რაღაცა გაუმართავი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ თვისობრივად განსხვავებული არის ის სხვადასხვა მაგრამ არა სირიელი რო შემოსულიყო აი რაც ღარიბამ გახსოვს ერთი პერიოდი პირველად ირაკლი ღარიბაშვილს მოდი ესე ჟარგონით ვთქვა რაზე გაუჭედა ევროკავშირმა გახსოვს მიგრანტების 30 მილიონზე თუ რაღაც უარი თქვა სირიელ მიგრანტებზე იყო ლაპარაკი აქ საუბარი იყო სირიელ მიგრანტებზე სულ რაღაც 7000 კაციო მაგრამ დიდი ბოდიში 7000 ის სირიელი მიგრანტი რომელიც გერმანიაში შევიდა ის თუ იმას აპირებდა საქართველოს და შემოსულიყო აქ ცოტა ის კი არ უნდა შემოსულიყო მე რა მან კიდევ ბევრად უფრო რთულად არის საქმე საუბარი იყო იმაზე რომ საქართველოს ტიპნაირ ქვეყნებში ალბანეთზე არის უკვე იტალია და ალბანეთი შეთანხმდნენ ამ საკითხზე და აი ჩვენი ტიპის ქვეყნებში ანუ არა ევროკავშირის წევრ თუმცა ევროკავშირთან ახლოს მყოფ ქვეყნებში საუბარი არის რომ აქ უნდა შეიქმნას დროებითი ბანაკები სადაც უნდა მოხდეს მე გადარჩევა რომელი მიგრანტი არის ევროპისთვის მისაღები და ვინც არ არის მისაღები ანუ ჩვენთან დარჩებოდა ვიკიგებსასვეთში პირიქით ხო უარეს ჩვენთან ასეთ შემთხვევაში ისიც კი არ მოხდებოდა ვინც ახლა ევროპაში ანუ სწორედ მაგ აზურების საშენების ხო და ამაზე თქო უარი პირველად მახსოვს ხა ხო და აი წარმოიდგინე შენ ჩვენი ტიპის ქვეყანაში ჩვენი ემოციური კუთხე აიღე ერთ მაგალითს გეტყვი რამოდენიმე წლის უკან მაშინ გერმანიაში ვიყავი კოლნში ახალ წელს სადაც დაახლოებით 100,000 კაცი იყო შეკრებილი რა გარეთ გამოსული და ახალი წელია ზეიმობდნენ სირიელმა ადამიანებმა ნასოფლ მდგომარეობაში გოგონა გაუპატიურეს და მე მიზან მიმართულად ამ გოგონას ძალიან ცუდი ფაქტებით, ეგრეთ წოდებული მაშხალებით, აი ფაქტიურად იმითაც გაუპატიურეს. დასცინეს და ეს ხო ღირსების. ეს ამბავი არ გამოვიდოდა სააშკაროზე, რომ არა BBC-ს რო არ გაეკეთებინა სიუჟეტი რა. ამის შემდეგ უკვე გამოვიდნენ და მაშინ თქვეს და ითქვა და პოლიციამ. შე წარმოგიდგენია ახლა და მაშინ იმ ღონისძიებაზე ხა ის იყო რა ფესტივალი იყო საახალწლო კარნავალი თქვა მოდი ღონისძიებაზე რომ ერთი გერმანელი ვერ გამოდგა რომ დაეცვა ეს გოგონა იქვე მოხდა ეს თვალწინ შე წარმოიდგინე ეგეთ რაღაც საქართველოში მოხდეს ხა ამას ხო რომელი არ არსებობს მე არ მგონია აი დაჟე გეტყვით რაღაცას აი ჩვენ რომ იდეურად განსხვავდები და აი რომ ეცი და უკიდურესი ლიბერალიც კი ქართველი კაცი თუ დგას გვერდზე ამას დაინახავს რო რეაქცია არ ქონოდა რო არ გადაფაროდა და რაღაც და შენ წარმოიდგინე ამას რა მოხდებოდა აი ასეთ რაღაცებზე ხო უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ხა გვაქვს ამის საშუალება რომ და ეს ყველაფერი მოიტანა რამ რითიც დავიწყეთ იმ უბედურმა კონფლიქტმა რომელიც დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის და ეს კონფლიქტი თუ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე სადაც რუსეთი და ამერიკა ზის თუ გადანაწილება არ ხდება და თუ იქ ერთმანეთში არ დაალაგდნენ როგორ დაალაგდებიან კიდე სხვა თემაა და მანცად ვიქნებით ჩვენ ეს ხო უნდა გავიაზროთ რა ხდება ომის დამთავრებაც კი და აუცილებლად უნდა დამთავრდეს კუდის მოქნევა აქვს ომს რო დამთავრდეს კუდს მოიქნევს და ჩვენ ამისთვისაც ზათ უნდა ვიყოთ ის თუ არ მინდა ის სიტყვები გამართეს ცნობილი ბრეხტის ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ხალხ რაც შეეხება ჩვენს ადგილს ამ ყველაფერში და არის თუ არა ეს მართლაც მსოფლიოს გადანაწილების ახალი პროცესი არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის რაც რამდენიმე დღის წინ ითქვა და რაც აი ძალიან შეეცადა ლიბერალური მედია რომ მიეჩქმალა დაემალა და ამაზე არ გაემახულებინა საზოგადოების ყურადღება საუბარია კელოგის განცხადებაზე როგორც მოიხსენებათ რუსულმა მხარემ ერთ-ერთ მთავარ ასე ვთქვათ წინაპირობა წამოაყენა რომ ნატოს გაფართოება აღარ უნდა მოხდეს აღმოსავლეთით პირდაპირ იქნა დასახელებული ჩვენი ქვეყანა მათ შორის და ჩვენ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ამერიკის ტრამპის ადმინისტრაციის უშუალო პოზიცია ეს გახლავთ ოფიციალური განცხადება საუბარი არის კელოგზე რომელიც ყველამ კარგად ვიცით რა როლს და რა ფუნქციასაც ასრულებს აი ამ მოლაპარაკებების პროცესში და მოდით ვნახოთ რას ფიქრობს კელოგი აი რუსეთის აი ამ პრინციპულ პოზიციაზე
ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია დავასახელო ნატოს კიდევ 4 ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა 32 ქვეყნის თანხმობა. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების შეწყვეტა თქვენ საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია. დიახ, ეს გახლავთ კითხელოგი, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე მერაბ კი ბატონო შეუძლიათ ამ საკითხზე ესაუბრონ ამერიკელებს, რომ აღარ მოხდეს გაფართოება აღმოსავლეთით ნატოს. კი ბატონო. ეხლა ჩვენ დავიწყოთ ძალიან საინტერესოდ ეს საკითხი. პირველი, როდის გახდა ამის საჭიროება ამაზე, რომ აი ამ თემის წამოწევა მიზეზშედეგობრივია, ხო ყველაფერი. როდის გახდა საჭირო? ესე იგი, იმ დიდ მოლაპარაკებაზე, სადაც კიდევ ერთხელ უბრუნდებით რუსეთ-ამერიკაზეც. ამას ვის შესთავაზებდნენ, ხო? ეს ზოგადად ძალოშენ გეუნები, მულოშენ გაიგონეს ვარიანტია რა. ეს ერთი. ხო? ეს მოიტანა ზუსტად იმან, რომ რუსეთს პირველი ელაპარაკებენ ამერიკელები რუსეთს, რომ ის გავიდეს მშვიდობით დაანებოს მორჩეს ომი და მშვიდობა იყოს. მეორე, თენგო, ამას შემთხვევით ჩვენ ვინ გვეუბნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი? ეს ამერიკა დღეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის რამდენი წლის უკან როცა ვამბობდით რომ ნატო, კი ბატონო მიშას დროს ყველაფერი კეთდებოდა, ამას გარდა ესენი არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. ეხლა შენი პარტნიორი ქვეყანა ამერიკა რო ამ განცხადებას გეუბნება. ისე რომ შენ არაფერ შუაში ხარ მოლაპარაკებას. საქართველოს წარმომადგენელი იჯდა იქ მე ანა იღებს მონაწილეობას. აქ საერთოდ ვინმე ჯერ იკითხა და მე თქვა ეს განცხადება. ანუ შენი პარტნიორი როცა შენს გარეშე მეორე პირს, კი ბატონო, მთავარ მოთამაშეს. ეუბნება რომ შენ თუ ამაზე დაწყნარდები, ჩვენ ამაზე წამომსვლელები ვართ და უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს იწყებს და სხვა შორის საქართველოს იწყებს. ანუ რატომღაც? ეს ხო ძალიან ისეთი ნეიროლინგვისტიკაა, რომ აღარაფერი ვთქვათ და განვავრცოთ, მე რა უნდა მოუწიოს ახლა თუ ეს ლოგიკა დაჯდა და ესე განვითარდა მაგრამ მოუწევს ოცნებას რისი გაკეთება. მაგრამ ჯერ მოდი მე ეს კითხვა მაქვს შეთან. ამ ყველაფერს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები რომელთანაც შევასრულეთ ყველაფერი. არა ნატოს წევრი ქვეყანა მივიღეთ მისიებში მონაწილეობა. შევწერეთ ჩვენი ჯარისკაცები, დაჭრა, არ ვიცი მე, ფულადი შენატანი. მე კიდე ამას გარდა ჩვენ გარეშე შენ გარეშე პარტნიორი ხარ ამ ადამიანთან, შენ გარეშე, როცა საჭიროა მაშინ ყველაფერზე ყურით გვათრევდა. ყველაფერზე გეუბნებოდა, არ ვიცი, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბუშის ადმინისტრაცია, რა ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ, ქუჩები გავუხსენით, ინსტიტუტები გავუხსენით, რა არ ვქენით ამათი სახელობის. და პირველი კითხვა არ გიჩნდება, რომ ჩვენ გარეშე ამას ელაპარაკება. ესე იგი, ორი რაღაცაა. მე ორი კითხვა მაქვს შეთან. და მაყურებელთანაც. სად წერია საერთოდ ეს და რამ განაპირობა მაშინ რომ ჩვენ აღარაფერს გვეკითხებიან და შენ გინდა ესე კი ბატონო ვერ შევლენ გარანტირებულად უთხრა თუ არა რომ თუ შენ ეს გინდა ბატონო ვლადიმერ და თუ შენ ეს დაგამშვიდებს და მოიტანს მშვიდობას არ შემოვლენ ესენი არასოდეს იმიტომ რომ მას რა აღელვებს საქართველოსთან მიმართებაში რო შენ აქედან თავს არ დაესხა და როგორ შეიძლება შენ თავს დაესხა თუ ნატო იქნება ევროკავშირი იქნება შენი ტერიტორიიდან არ მოხდეს და შენი ტერიტორია არ მოხდეს აი ეს კითხვა მაქვს ლოგიკური იცი რა მე რა ეს კითხვა ალბათ ჩემი მისამართით კი არ არის დასმული არის აი პირველ რიგში იმ ლიბერალების მისამართით დასმული აი მთელი ამ 30 წლიანი ისტერიკის შემდეგ იმ ხალხის მისამართით არის ეს შეკითხვა დასმული რომლებსაც უპირობოდი ჯეროდათ და სამდათ რომ ჩვენ მივდივართ ნატოში მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა ეს განცხადება პირველი რასაც ადასტურებს რომ ამერიკელები და რუსები არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინის თემაზე და მათ შორის საქართველოს, მათ შორის კავკასია ეს არის მოლაპარაკების მაგიდაზე რაც დევს. ერთი ჩვენ დღეს საქართველოს საკითხი დევს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების მაგიდაზე და მათ შორის ეს ხსნის უკვე ყველაფერს იმასაც რატომ ამდენი ხანი არ ხდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რაღაც ისეთი სერიოზული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ელოდებიან იქ უნდა გადაწყდეს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ეს არ არის იზოლირებულად მხოლოდ უკრაინის საკითხი. ადასტურებს კითხელოგის განცხადება, რომ შეთანხმება, რომელიც უნდა შედგეს ამერიკასა და რუსეთს შორის, მოიცავს ბევრად უფრო მნიშვნელოვან, ბევრად უფრო მასშტაბურ საკითხებს და ისინი მთლიანად აი ამ სივრცის გადანაწილებაზე საუბრობენ და არა მხოლოდ იქ ცეცხლის შეწყვეტაზე თუ რაღაც მნიშვნელოვან მინერალებზე.
მეორე მთავარი და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის არის საინტერესო. მთელი აი ამ 30 წლის განმავლობაში თუ კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში რამდენი სისხლი, რამდენი ნერვები, რამდენი ოფლი არის ამ ქვეყანაში, საქართველოში დაღვრილი არის. დაპირისპირება რამდენი. დაპირისპირება საზოგადოების მთელი ჩვენი აი ეს ბოლო 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია ხო ეგ არის ზუსტად რომ ვიღაცები რუსეთუმეები ვართ თურმე და რუსეთუმეებს გვეძახიან და ვიღაცა პროგრესულები რომლებიც დასავლეთში ნატოს დროშებით მიდიან და მთელი საქართველოს ისტორია ბოლო 30 აი ჩემ მე რაც დავიბადე იმის მერე ისტორია არის ეს საქართველოსი და დღეს რას ვხედავთ დაჯდა აი აქ კითკელოგი და იძახის რომ არა მაგაზე ჩვენ დაველაპარაკებით რუსებს ჩვენ არც ერთ მოლაპარაკებაზე არ გვიშვებდნენ მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო აი როდესაც მაგალითად 3+3-ზე ან მანამდე კიდე სხვა ფორმატები იყო საქართველოს არ უნდა მიეღო არც ერთ ფორმატში მონაწილეობა სადაც საუბარი იყო რუსეთთან პირი დიალოგის შესაძლებლობაზე იმ არგუმენტით რომ იქ არ არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები წარმოდგენილი და ჩვენ არ შეიძლება მარტო ველაპარაკოთ რუსებს ჩვენ არ შეიძლება რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე საერთოდ რამე ნაბიჯი გადავდგათ დღეს დასავლელი პარტნიორები კი არა ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ვინც ჩვენს გარეშე ელაპარაკება და უთანხმდება რუსეთს საქართველოს უსაფრთხოების თემებზე ნატო ხო ჩვენთვის უსაფრთხოების ქოლგაა ხო რომლის გარეშეც ეხლა მე მოვისმინე ისეთი მოსაზრებებიც რომ საერთოდ საქართველოს არსებობას აზრი არ აქვს თუ ნატოში არ გავწევრიანდებით თურმე მაგრამ დღეს დიახ შეერთებული შტატები რუსეთს უთანხმდება ჩვენს გარეშე ჩვენს უსაფრთხოებაზე აი ეს კითხვა ამ შემთხვევაში ჩემსა და შენ შორის მართლა არ არის დასასმელი, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად მივეკუთვნებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ზუსტად აი ასე უყურებდნენ პროცესს, რაც დღეს დასტურდება, მაგრამ ის ხალხი მინდა, კაცო, აი ეს ექსპერტები, ის გენიოსები რო ყავს, რო გამოდიან ხოლმე ტელევიზიით და ააწყობენ ხოლმე რაღაც აი ამ ოცნების კოშკებს და ილუზიებს და 30 წელია რომ ამ ხალხს ატარებენ ერთი და იგივე წრეზე, თქვენი მისამართით არის ეს შეკითხვა დასმული, რომ თუ გაფორმდება და რომ გაფორმდება ეს ყველაფერი, რომ დაიწერება, რომ საქართველოს არაზროს არ გახდება ნატოს წევრი და ამას გეტყვის ამერიკის შეერთებული შტატები, მე რა შვებით და მე სად მივდივარ. აი რანაირად ვაგრძელებ. გენგო, იცი როგორ ხალხზე ბრაზდები, ხა შენ ან გაბრაზებას გულის ხო კითხებს ვთქვათ. კაც თან ხო ამბობენ რომ ესენი მაგარი განათლებულები არიან, ამათ მუშავიათ, ბევრი ენა იცის და ასე შემდეგ. და თავისუფლებაზე აი როგორ ხარ თავისუფალი როცა უკვე აპრიორში რაღაც შინაგანი სუვერენიტეტი დაკარგული ხარ და ემუნები. კაც რომ მამა და დედაზე მეტად ეყვარება და დააყენებს წინ უპირატესად ამერიკას, ევროპას და თან დაამატებს კიდე მათი ზოგ-ზოგ ცალფეხზე უნდა დავდგეთ, რასაც მეტყვის იმას ვიზავთო. ანუ ამ ადამიანებს უსვათ ამ კითხვას და თან ეს რომელი ხალხია, იცი რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ბარაბანი როგორ არის ქართულად მაპატია, აი ციყვი რომ ბურთულაში რომ დადის, ხო ჩვენ ხო ეს ჩამოგვიკიდეს ეს მთელი 33 წელი. სხვა შორის აი ამ პარტნიორებმა ჩვენ ახლა ამას ჩვენ გაბრაზებით მაშინაც არ ვამბობდით. ჩვენ მაშინაც ვამბობთ უბრალოდ კითხვებს ვდით, კაცო, რატო არ მაქვს უფლება დავსვა კითხვა ამერიკის შეერთებული შტატები ჩემ პარტნიორთან დაკავშირებით. ეხლა ეს კითხვა ხო საკმაოდ ლეგიტიმური გახდა, რომ ეხლა რა კითხვას მე შენ დაგისვი. თუ შენი პარტნიორი ვარ, თუ 33 წელი მე ყველაფერი გავაკეთე. მართლა ვამბობ, არ ვამბობ გაბრაზებით, კაცო. ყველაფერი გავაკეთე, ყველა მისიაში არა ნატოს წევრმა ქვეყანამ მონაწილეობა მივიღე. ავღანეთში დღემდე ლაპარაკობენ ჩვენ ჯარისკაცებზე და აგერ გიორგი არღულიანი, ჩვენი მეგობარი, რომელიც ხშირად არის ჩვენთან და კიდევ იქნება აცი ეს კაცი საკამაოდ სხვათაშორის როიცოთ გიორგი არღულიანი ამერიკელებმა დაიცვეს როდესაც მას მოვიდა კონფლიქტი მაგალითად არ მინდა ხა წინასწარ თქვა მაღალჩინოსებთან აქ თავდაცვის და ამერიკელებმა დაიცვეს იმდენად წესიერი იყო და ამერიკის დანაყოფს ექვემდებარებოდა მისი ეგრეთ წოდებული ეს მისია რაც იყო იქ ანუ ესეთი რაღაცები ვაკეთეთ მე ამას გარდა შენ თაობა დაგვიპირისპირი აქ მამაშვილი ერთმანეთს გადაკიდე და თან ამბობ რომ შენი პარტნიორი ვარ მაგრამ საქმეზე რომ მიდგება რომ არ ჯდე იქ საერთოდ არ გვახსენებ კითხვის უფლება ხომ აქ ეს დავსვა და ყველაფერს თავიდავანებოდ ეს ხალხი ვისაც შეხა შენ კითხვას სვავდა იმათ უბრუნებთ იმ კითხვას რომ ეხლა რატო ხმას არ იღებენ ამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ ჩამოკიდა ეს სტაფილო თუ არ ვიცი სადაც მოდი ცოტას 33 წელი გვატარებენ ამ ამიტომ ლოგიკური კითხვაა ჩვენც ლოგიკურად ვსვავთ ამ კითხვებს და თან კიდე ყველაფერთან ერთად მეუბნები რომ არავის არ დაელაპარაკო რატომ მიჭრი ამ ალტერნატივას და ყველაზე მთავარი და სიგიჟე ახლა წავიდეთ კიდე მთავარზე თუ ეს ყველაფერი ასეა
ეხლა რა შვები ხო? ეხლა ხო ჩააწერინე ოცნებამ ხო ჩაწერა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა. ნატო ხო წერია იქ. ეხლა რა უნდა ვქნათ? ანუ ამაზე ეხლა რას იზავს? ანუ ამაზე ადამიანს რომლებიც ეხლა თან ამბობენ ხო ეს თვარობა დაგვიპირისპირდა იმიტომ რომ კონსერვატორები გახდნენ კონსერვატორები კი არ გახდნენ სუვერენიტეტის განცდის და რაღაცეება უკვე მოიტანა ეს თემა ეხლა ანუ რას ეტყვის ამას ეხლა რას ეტყვის რა ლოგიკით უნდა ამოვიღოთ ეხლა როგორ უნდა ამოვიღოთ მექანიზმი რა არის ვადანდელი დაინიშნება მოდი აქამდე მივიდეთ მე რა აი ხო მივიდეთ აქამდე მაგრამ ეს კითხვებიც ხო არის როგორც კი ეს რა თქმა უნდა ეგ არის უმთავრესი შეკითხვა ანუ უყურეს ამბობ უყურე მაყურებელსაც სწორი გახდეს და რატო დავიწყოთ ეხლა რატო უნდა მივიდეთ აქამდე მე რა კითხოსავ ეხლა ანუ თუ ამერიკელები ჩვენი პარტნიორები თავისივე ხელით და პირით რუსებს ეუბნებიან რომ დაანება იმ დიდ მოლაპარაკებაზე ამბობენ რომ ჩვენ მზად ვართ კაცო ამერიკელები ჩვენ ვეთყვით ნატოს ალიანსს რომ ეს სამი ქვეყანა არ შევა ნატოში არასოდეს მაშინ თვითონ მე ვინ უნდა გითხრას ჩვენ როგორ ამოვიღოთ ანუ ჩვენ გვეთყვიან მე არ ვიცი გვეთყვიან არ გვეთყვიან როგორ გაჩნდება ეს კითხვა რომ ნატო კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს ნატოსკენ სწრაფვა ფაქტიურად ხდება 3 წელი მაპატია სუხოიზე ცალკარში უნდა ვითამაშოთ ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ თვითონ ეგ ჩანაწერი არის სრული იდიოტიზმი არ შეიძლება რომ კონსტიტუციაში ეწეროს რაღაც აი პოლიტიკური კურსი ხო ჯერ ერთი რამდენი რამხელა მარაზმია რომ მე მაგალითად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და იქნება საერთოდ არ მინდა იმ ნატოში გაწევრიანება ესე კონსტიტუციით მიკრძალო შენ მე აზრის ქონას აი ეს ხო უკვე დაფიქრებასაც ხო რომ კონსტიტუციით მაგ აკრძალული რომ ნატოში არ მინდოდეს აი რამხელა მარაზმია მაგრამ მაგას შევეშვათ რა თქმა უნდა გვეტყვიან რომ ეს უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი უნდა იყოს ამოღებული საქართველოს ისევე როგორც უკრაინის კონსტიტუციიდან და იქ უნდა მოხდეს დაფიქსირება რომ ეს არის ნეიტრალური. ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ამ შემთხვევაში კითკელოგის განცხადება კი არ არის ამისი საფუძველი, განცხადება არაფერს არ ნიშნავს. რუსეთი ამ შემთხვევაში ითხოვს იურიდიულ გარანტიას, წერილობით გარანტიას. ანუ ეს თუ გაფორმდა, ეს გაფორმდება წერილობითი ფორმით, რომელსაც ექნება საერთაშორისო სამართლის ძალა და რომელიც იქნება ჩვეულებრივი საერთაშორისო კანონის ფაქტიურად ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სამართალთან მოვა წინააღმდეგობაში. და რუსეთი იმას აღარ შეჭამს, რაც ადრე შეჭამა და რაც არ გაუფორმეს მაშინ და გახსოვს. მაგით ოიქოს იურიდიული. იმიტომ იცი ძალიან კარგად როგორც მოიქცა 2007 წლის 3-ზე, რაც მიუნხენში მან თქვა ერთხელ. აი თავის დროზე შროდერმაც აღიარა, რომ ჩვენ შევსდითო, რომ ეს სიტყვიერი იყო, მარტო დაპირება, რომ არ ჩვენ ძვირფასი მაყურებლები ბევრი წერს, რომ რატო გიკვირთ, რა გაგიკვირდათ ეს. ჩვენ კი არ გაგვიკვირდა ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ამას რომ ვიძახით აგერ რამდენი ხანია ეთერში ვზივარ და ამას ვლაპარაკობ და ამის გამო გვეძახდნენ და გვეძახიან დღესაც ზოგიერთი თქვენ გაყინული ერთუჯრედიანები თქვენ რუსეთი გიყვართ და კრემლი გიყვართ და იმიტომ ვლაპარაკობთ ამასო მაგრამ დღეს აი ხდება ეგ ზუსტად რასაც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ რომ და ამ კითხვებსაც რასაც ვსვავთ ერთმანეთს კი არ უსვავთ ამ კითხვებს ვსვავთ ზუსტად აი მაგ ხალხის გასაგონად იმ ადამიანების გასაგონად რომლებიც 33 წელია ამ ქვეყანას აი ამ წრეზე ატარებენ და გვატარებენ თითოეულ ჩვენთანგაც გვაჯერებენ რომ აი მაპზე უკეთესი მივიღეთ რაღაც აი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით კიდე ნატოს ღია კარის პოლიტიკა აქვს ნატოს და დღეს უსებ ეს ყველაფერი ერთ წამში ინგრევა და როდესაც ეს ყველაფერი გაფორმდება იურიდიულად და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი შედგება ამ ყველაფერზე რომ საქართველოს ვერაზროს ვერ გახდება ნატოს წევრი ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილი აი ეს სიმახინჯე 78 მუხლი თავისთავად ცხადია რომ გახდება ამოსაღები იმიტომ რომ ის მოვა წინააღმდეგობაში მექანიზმი კი ბატონო მექანიზმი 2020 ეხლა თვითონობის არჩევნებზე არ მოიწევს სად მიდივართ მექანიზმი როგორ უნდა ამოვიღოთ 28 წელს არის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები შენ გახსოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რა იყო ქართული ოცნების მათ შორის პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაიწყო ამ თემაზე საუბარი როდესაც მას ჰქონდა ის ისტორიული გამოსვლა როცა დაიწყო ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია ქართულმა ოცნებამ თავარი მესიჯი რა იყო ჩვენ უნდა მივიღოთ კონსტიტუციური უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობა და თქვა კიდე სხვათა შორის ბატონო ბიძინამ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ თუ საჭირო გახდება კონსტიტუციის ცვლილება ჩვენ უნდა გქონდეს მოქნილი მექანიზმი ამის გასაკეთებლად და ამაში გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ ამიტომ არ ეგონოთ ვიმეს რომ რაღაცა სხვა ძალაუფლებებისთვის კი ეს იყო გაჟღერებული
დღეს ზუსტად აი ეს დგება დღის წესრიგში, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან უეჭველად ამოსაღები გახდება აი ეს ჩანაწერი 78 მუხლი, იმიტომ რომ უბრალოდ სისულელე იქნება, რომ მეორე მხარე, ანუ შენ რო გიწერია ნატოში უნდა გავწევრიანდე, ნატო გეუბნება, რომ არა, მე შენ არასდროს არ მივიღებ და აი აგერ ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ამასთან დაკავშირებით. რომელსაც გადავცემ რუსეთს, რუსეთს და ჩვენ ამ დროს ასე შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციურად არა აქვს დღეს იმისი საშუალება, რომ კონსტიტუცია შეცვალოს. კი ბატონო, აი მოდი რომ გავუყვეთ კიდევ უფრო. ანუ ვადამდელი არჩევნები ესეთი. შენი აზრით ვადები მითხა, აი როგორც იურისტმა და იცი. ნუ არ ვიცი ეს ალბათ პირველ რიგში ამ მოლაპარაკებებზე არის დამოკიდებული. არა, სხვა შორის ხუბახიძეზე კარგად არავინ არის, სხვა შორის კარგი კონსტიტუციონალისტიც არის და ალბათ ამისთვის ზადება არის. მე არ ვიცი, შეიძლება ეხლა ცოტა ესე ვაჭრობ, მაგრამ ჩვენ ხომ საუბრობთ, ჩვენ ანალიტიკურადაცება გვაქვს რა. მე რაღაცა მომენტში, სხვა შორის ერთი რამ ახსენდება კიდე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი. და მე მინდა შენს გაგახსენო. გახსოვს, მე მაშინ მეცხრეაზე მუშაობდი, ვახმოვანებდი მაშინაც მეცხრეაზე და მე მახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ იდეა 20-30 იყო ესეთი გადაცემა. რამოდენიმე გადაცემა ჩაიწერა სხვათაშორის. მე ვარ დასწრებულიც ამ ჩაწერას. და შემდეგ უკვე ნუ გახმოვანების მეთოდიკა ხო იცი რა არის, მაინც იმ სამზარეულოში ვარ რა. ბიძინა ივანიშვილი მას უნდოდა ფართოდ ძალიან ისეთ გახსოვს მაშინ ხო ძალიან მოაზროვნე ხალხი იღებდა მონაწილეობას ზაზა შათილიშვილი ნუ მაშინ იყო ასე მაგრამ ტელევიზია ძალიან ბევრი ადამიანი მას უნდოდა ის ყოველთვის ლაპარაკობდა წინასწარ და ეხა სხვათა შორის ბევრს უკვირს მაგრამ მე ხა ვხვდები რომ რაღაცას გათვლე მე არ ვიცი მე არ ვამბობდა არც ვაკებდა არც მაგრამ იყო ქმნიდა მოსაზრებას რომ 20-30 სახელის დარქმევაც ვარაუდი ქონდა რომ რაღაცა პერიოდში დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება. ანუ ეს დისკუსიის დაწყება უნდა და მე არ გამოვიდა სამწუხაროდ. მალევე გაჩერდა ეს პროექტი, ნუ როგორც ამბობენ, მის სურვილი იყო შეიძლება კი მაშინ გასვლა რაც ხდებოდა, ხო? ხელისუფლება შეიცვალა, მე ერთ წელიწადში უკვე ბატონი ბიძინა წავიდა თქვა რომ ამ კუთხე, მაგრამ დააკვირდი მე ეს მახსოვს მაშინ. ანუ სადღაც რაღაცა აი ამ თითქოს აი არ ვიცი გზნობდნენ თუ არის ხო მაგრამ იყო ამაზე საუბრო დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები იქნება ანუ რაღაც დისკუსი ჩნდებოდა ეხლა გაჩნდება თუ არა დისკუსი და იქნება თუ არა ისევ შეიძლება ბიძინაშვილი არა ფაქტი არის უბრალოდ გაჩნდება რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე არ ვიცით მაგრამ გამომდინარე რომ უკვე აუცილებლობა იქნება უკვე კამათი კი აღარ იქნება რომ კი აღარ ვიტყვით რომ კაი გამორიცხვა აუცილებლობა იქნება ჩემი აზრით ეს არის უკვე მოცემულობა როდესაც მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შევა მათ შორის ქართული ოცნების ინტერესშიც იქიდან გამომდინარე რომ ნუ ფაქტია რომ მოსთხოვენ საქართველოს მოსთხოვს როგორც მისი უახლოესი და უსაყვარლესი და აი გულში ჩასახუტებელი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები რომელმაც აი ესეთ ხასავით შეიძლება გაფყიდოს ერთ დღეში და რუსეთს მისცეს გარანტია რომ საქართველოზე მე ხელს ვიბან და არაფერს აღარ გავაკეთებ ისე მათ შორის რუსეთის მხრიდანაც მოხდება რა თქმა უნდა ამ ულტიმატუმის გამოყენება რომ აბა რა შვებით ეხა ჯიგრებო ნატომ რო თქვენზე თქვა უარი როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას აქედან გამომდინარე და კონსტიტუციაში რო გაქვთ ეგ ჩაწერილი ხვალ აღარ უნდა გქონდეთ ეგ ჩანაწერი საქართველოს პარლამენტს დღეს არ აქვს იურიდიული მექანიზმი რომ კონსტიტუცია შეცვალოს აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგება თავისთავად დგება უკვე ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და ერთგვარად ეს შეიძლება იყოს ქართული ოცნების ინტერესშიც უკვე შესული ამიტომ მე მექნება ნამდვილად აი ეს პროგნოზი რომ თუ კი აი ეს შეთანხმება გაფორმდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს თუ ომი მორჩა და მშვიდობა და ეს გახდა ომის მორჩევნის საფუძველი აქ ეხა შენ კონსტიტუციას ვერცული და მაგის გამო მთელი ეს ამხელა მოლაპარაკებები ჩაიშალოს ამას რა თქმა უნდა არავინ არ დაუშვებს საქართველოში მე ვფიქრობ რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება და კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს მაინც ჩვენ შიდა პოლიტიკა შეეხება და მე იქ ვინ მოვა მთავრობაში ვინ არ მოვა ეგ ცალკე თემა არის და ამაზე ალბათ მე საარჩევნო კამპანია როცა დაიწყება მე გვექნება კიდე უფრო ნათელი სურათი თავარი რაც არის მერაბ და რასაც სახელმწიფო კარგავს მთელი აი ამ პროცესი გარდა დროისა არის ის რომ ჩვენ ხომ მთელი ეს პერიოდი ასე უყურებდით პროცესს რომ რუსეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენთვის კოზირი რაც ხელში გვეჭირა ის ხო ნატო რო აი ჩვენ რუსეთი თუ ჭკვიანად არ იქნება ბოლო-ბოლო ჩვენ აქ ნატოში შევა. ვიტო აბრაზა აი ნატოში შევა. და თუ რამე არის და რამეში უნდა გაუცვალოთ აფხაზეთს. ან ევაჭრო ნატოთი უნდა ვევაჭროთ. დღეს რა იქნება ჩვენ რა კოზირი რჩება საქართველოს ხელში რომ რუსეთს ელაპარაკოს. აი რითი მივდივართ რუსეთთან სალაპარაკო. მე ვიდრე მაგას იტყოდ მე მიდოდა დასმა შენთვის ერთი ესეთი კითხვის. კარგი
მე პასუხი ამ თემაზე არ მაქვს მართლა და კიდე იმიტომ გამდინე ვამბობ რომ შეიძლება ვიღაც ექსპერტმა ანალიტიკოსმა და ჩვენ ხა არის ვითარება როდესაც გამოსავალი არ არის კი ბატონო მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეორე რაღაცას დაგისვა კითხვას და ანუ ეს უფრო ხო არ იქნება აი ამ პროცესებმა ეხა თუნდაც გარდა იმისა რომ ჩვენ სავაჭრო აღარაფერი გვაქვს მინიმუმის ხვაინც ხო გააჩინა რომ პირდაპირ დიალოგი აუცილებელია რუსეთთან დიალოგი არის ხელისუფლების მხრიდან რა თქმა უნდა ეხა მაგაზეს თუ ანუ ეს კაი დავანებო რა შეთქვენას კითხვა დამის რომ რაღაცა უნდა მე კი ბატონო ცოტა მურტალ სიტუაციაში ვიქნები ჩვენ ეგ უკვე თავისთავად მოხდა ეხლა რა მაგრამ ხო გაწირულები ვარ მაგრამ მეორე ვარიანტი იმის აუცილებლობა ხო გააჩინა რომ ესე იგი პირდაპირ ღია დიპლომატიურ და პირდაპირ დიალოგთან ხელისუფლების მხრიდან უკვე მე ვიცი იქ რომ მოდიოდნენ იქ რა ქვია მერაბჭიქაშვილი რაღაც სოლიდარობა ეს ადამიანები ვიღაცეები აგერ ეთერებში ლაპარაკობთ მაგრამ ეხლა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ არ უნდა დავილაპარაკოთ რა თქმა უნდა მე ანუ გააჩინა თუ არა მინიმუმ ეს ჩვენი აზრით და ჩემი აზრით და შენი აზრით ასეთი არის ეს აუცილებლობა და ეს საჭიროება აქამდე ძალიან დიდი ხანია უკვე დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და მათ შორის ეს მოცემულობა მაგას ადასტურებს ჩვენ რომ აქამდე წავსულიყავით რუსეთთან დიალოგზე მართლა რეალური ვაჭრობის შესაძლებლობა გვექნებოდა სანამ აი ეს ნატოს საკითხები იყო გაურკვეველი სანამ ჯერ კიდე არსებობდა იმისი მოლოდინი იმისი ილუზია თუ ასე შემდეგ რომ საქართველოს შეიძლება გახდეს აი ამ ალიანსის წევრი ამ თემით ჩვენ მართლა შეგვეძლო აქამდე გვევაჭრა რუსეთთან და ამისი საჭიროება აქამდე იდგა ამისი შესაძლებლობა აქამდე იდგა, მოდი ესე ვიტყოდი და დღეს უკვე ამისი შესაძლებლობა კი არა, ამისი აუცილებლობა დგება. შენ გინდა არ გინდა მოგიწევს. აბა რა ვიცი, რანაირად უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანამ არსებობა 30 წელი რომ რაღაცა გზაზე მიდიხარ და იძახ 3 ათეული წელი ცოტა ხო არ არის, მათ შორის ისტორიისთვისაც არ არის, ეს უკვე ცოტა პერიოდი, მე-13 საუკუნე თითქმის რაღაცა მიმართულებით მივდივარ და უცებ მე ერთ წამში ეს გზა იკეტება რავი, შეიძლება ეხა ვიღაცა მედასავლეთეებისთვის ამითი ცხოვრება მთავრდება საერთოდ და საქართველოს არსებობის აზრი ვეღარ დაინახონ ამ ყველაფრის მერე, მაგრამ ნორმალური ხალხი ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება, იმასაც ხვდებით, რომ ნატო-ი იქნება თუ ნატოს გარეშე იქნება, ჩვენ ამ ქვეყანამ არსებობა უნდა გააგრძელოს. ხო, ვიღაცისთვის მთავარი მშობელი მამა და დედა კვდება რა ეხა. ხო, აი ისე მიყვანილი რომ გეუბნები გადადებულ საკუთარ მშობელთან აი ეს რაღაცა დედა მამის განცდებიე და ყველაფერი გაერთიანებული აქვთ აი ამ ეგრეთ წოდებულ რაღაც ამერიკულ თუ გინდა არა მეორე მხარესაც აქვს პრობლემები იგივე რუსეთთან დაკავშირებით კი როგორ არა ეს ავიმეს არ ეგო ფანატიზმი არსად რელიგიაში წერია რომ ფანატიზმი რელიგიურად არ შეიძლება შენ ახლა ჩემი სოლდარობის სტუდიაში ხო შემოვარდეს ახლა მე და შენ ვიყო და ვინმე არ მე ვიყო შესმევარ და ან შესმევარ ფანატიზმი ეს სიცულელია როგორ შეიძლება ადამიანმა თუ აზროვნებ კაცი და გონი გაქვს და აზროვნებ მიზნად დაისახო, ფანატიკურად დაისახო მიზნად ნატო, ამერიკა, ევროკავშირი, დედა, მამა, ყველაფერი და ანუ მთავარი აუმავრ, ანუ არ ვიცი, რაღაცა ჭეშმარიტებად აქციო ეს. როგორ შეიძლება? ეგ მე რა ორივე მხარეს არის მართალი ხარ შენ ამბობ პრობლემა და ეგ არის რა მომენტი, იცი რომ აი უბრალოდ აი ჩვენ რატო უსაუბრობთ ხოლმე მეორე მხარეს და რატო ლიბერალურ ფლანგზე რატო ვისვრით ხოლმე კენჭებს და იქით რატო საუბრობთ უფრო მეტად, იმიტომ რომ ნუ 30 წელია ეს ქვეყანა მაგ რელსებზე, პროდასავლურ რელსებზე დგას, ხო? მათ შორის აი ეს რო გამოხტებიან ხოლმე ეს ლიბერალები და რა სასამართლო მოგწონს, ის არჩევნები მოგწონს, ვინ ატარებს ამ ქვეყანაში სასამართლო ვინ შექმნა არჩევნებზე? ამერიკა აკეთებს პროდასავლურ კურსზე დგას ეს ქვეყანა 30 წელია. თუ რამე არ მოგწონთ, მაგ კურსის ბრალია ყველაფერი ჯერ ერთი. და მეორე ეს არის ხალხი ხოლმე, რომლებიც საქართველოს პატრიოტები კი არ არიან და იგივეა მეორე ფლანგზე. არსებობენ რა თქმა უნდა საქართველოში არსებობენ რუსების პატრიოტები. ეს არ არის ნორმალური. ისევე როგორც არ არის ნორმალური რომ საქართველოში არსებობენ ამერიკის პატრიოტები. ფანატიკოსობა, აი წარმოუდგენელია, აი იგივე ხა არიან ხალხი რომ ვის უნდა რა რუსეთის გუბერნია რა როგორ უნდა გიხაროდეს რა გუბერნია ანუ მაგრამ არიან ადამიანები აქ უკიდურესობა აქაც არის მაგრამ რაციონალური მსჯელობა არის მარტივი ეხლა მთავარი კითხვა პროცენტულობას ხო გააჩნია ამ შემთხვევაში ეხლა ხო მთავარი კითხვის წინაშე ეხლა ხო რაღაც დილემის წინაშე აღმოჩნდით ეხლა როგორ დილემის წინაშე აღმოჩნდით ყველაზე მთავარი პარტნიორი ვინც 33 წელი ჩვენი პარტნიორი იყო და ეხლა ამ მომენტამდე არის და არაფერი არ მაქვს ეს არ ნიშნავს ანტიამერიკული განცხადება სულაც არ არის ხალხო ჯერგეთით კითხვასა და პრეტენზიას შორის დიდი განსხვავებაა მე რეგია პრეტენზიაც რომ მქონდეს რატო არა მაქვს უფლება რომ პრეტენზია გამიშეს მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე პრეტენზია გამიშეს მაგალითად რომელიმე ევროპული თუ ამერიკული საჩოს სინამ რატო არ შეიძლება გამიშდება მაგრამ როცა კითხვები ჩდება
და ეხლა ხო აღმოჩნდა დილემის წინაშე. ჩემი მთავარი პარტნიორი ჯდება იმ რუსეთთან მოლაპარაკებაზე, რომელზეც 23 წელი მეუბნება რომ არ დაждე, არ მიხვიდე, მტერია, მაგრამ იმასთან ჯდება და ჩემს გარეშე წვითავს. იმას რა ჩემთვის ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია. აი ვერ ვხვდები. ეხლა როგორ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომელ დებილ არ ვიცი მე ლიბერალს ვის მიმართო? თან ესენი პოლიტიკოსები იყვნენ, ამაზე გიждები. პარლამენტში იყვნენ ტიპები, ნაცმოძრაობის დეპუტატები, აი ხა ზურაგის ჯაფარიძე და ესენი პარლამენტში დეპუტატები იყვნენ, ამას არ ვითარებდნენ კი არა, ამაზე მზედამთვარი ამოდიოდა. ამაზე იყო აგებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის აზრი. დღეს მე აი ეს ხო ჩდება, მე მეუბნები დღეს, რომ ხო წავლენ 2026 წელს დაინიშნება თუ 28-ში იქნება არჩევნები. ვიღაცა ხო მოიგებს. ჩვენ ხო ზუსტად ვიცით რომ ეხა ოცნებიდანაც შეიძლება იყოს ისეთი დეპუტატი, რომელიც ადრე ამას მოთქვამდა. შეიძლება იყოს კი არა, ზაბარ ნახევარზე მეტი. ხო შეიძლება კითხვა რომ გამიჩნდეს მე, ბიჭო. მე რას მერჩოდი? წავედით რუსეთში, მოსკოვში. როგორც NGO არასამთავრობო წარმომადგენელი. სოლიდარობა მშვიდობა. ჩავედით იქ რაღაცა იმ ხალხს შევხვდით, ვინც საქართველოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ერთი ამბავი იყო. ჩავედით, წერილი შევიტანეთ, დავაყენეთ საკითხი. პარლამენტის ღიად, კაც კი არ დამიმალავს, კაცო. ესენი თუ ვერ აშუქებდნენ, რუსეთის ტელევიზია აშუქებდა. როგორ ფიქრობ, ეხა შენ რუსეთის დუმის დეპუტაციასთან მივიდოდი ჩუმად და მალულად და სასტუმროში გადახტილი ყველაფერი. შევედით, წერილი დავწერეთ, მანიფესტი მივიღეთ, ანუ გამოვიტანეთ პუტინის მიმართ დავწერეთ, ხელი მოვაწერე მე როგორც მთავარმა ორგანიზატორმა და სოლიდარობა მშვიდობის თავმჯდომარემ და იმ სხვა ადამიანებთან ვინც იღებდნენ მონაწილეობას, შევიდა პუტინთან ეს რეზოლუცია, კაცმა ხელი მოაწერა დაგთანხმდა ამაზე. ფრენებიც აღდგა, ვიზებიც მოიხსნა, რომელსაც ეს ლიბერალები იყენებენ ხოლმე მაგრამ და მე დამიწყე, მე მაგინებენ ჩხუბი მთელი ამბავი და დღეს პირველები გაიქცევიან, რამე რო იყოს, აუც ამერიკამ თქვა, ამოიღენათო, ამ აღარ გვიდა. ამერიკამ რო თქვა სხვაზე გრო, ის რა ვქო, რუსეთის გუბერნია გახდითო, პირველი ესენი გახდებიან. რა თქმა უნდა, დღესაც იჭირდება საქმე. პირველი ეს, აი გუბერნია გახდებიან ესენი. ამ ხალხისგან არაფერი არ მიგურს. ჩვენნაირებს მოგვიწევს რომ მე მოსკოვში ჩავდიოდი. ძალიან სერიოზ, აი როგორ გითხრა, მაღალი დონის პოლიტიკოსებსაც შევხვდი. მაღალი დონის ბიზნესმენებსაც შევხვდი და მაღალი დონის ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და დიდი ავტორიტეტს სარგებლობენ და იქ მუშაობენ საგარეო საქმეთა უწყებებში, ეს პატარა საქმე არ გეგონოს. სოფლიოში აღიარებულია რუსი დიპლომატების და რუსული დიპლომატია და საგარეო ბევრი ციგორი ქართველები, პატრიოტი ქართველები, რუსეთის მოქალაქეებიც არის იქ მუშაობენ და პატივცემენ, მათაც შევხვდი. და საუბრები მქონდა და იმათ პირდაპირ ეუბნებოდი, იმათ თვითონ არ უნდათ რა გუბერნია. ისინი აკრიტიკებდნენ, აქ რო ვიღაცები დარბიან და რუსები ჩეკმოდებდნენ. Pirikit ამბობდნენ, ძიბილიზმ პროსტა. ეს არის დებილობა პროსტა, რომ ეხა იბინო შენ და რაციონალურად ვიმსჯელოთ. მე ვაჭერე ყველაფერზე ტერიტორიების და იმის გადო მტკივნეული საკითხია, მაგრამ ამაზე გელაპარაკებია და შენ ეხლა აი ეგ არის რაც ყველაზე მეტად მადარდებს ამ შემთხვევაში მე რა ხა შენ ვიზეთ საუბრობ ეგ ხალხი სინამდვილეში აი რა ხალხი დღეს ვინ არის ყველაზე უფრო ანტიკოცი ასე ვთქვათ და აი ყველაზე უფრო მეტად მჯიღს გულში ვინ ირტყავს ის ხალხი რომლების თავის დროზე აი მე რომ მართლა მაგალითად არ ვიცი აი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი პრაქტიკა მქონდა ხოლმე აი მე ვახშეობით დაზარალებული ადამიანის უფლებების დასაცავად და ხაზარაძეს რომ კოცების აღსრულების პოლიცია მოყავდა იქ ოჯახების გამოსასახლებლად მართლა მარტო რო ხვდებოდით ხოლმე მე და რამდენიმე ადამიანი და მაშინ ესენი რო პოლიტიკაში აი დღეს ყველაზე მეტად ყველაზე უფრო ანტიკოცი არის ის ხალხი რომლებიც თავის დროზე აი მაგ დროს კოცების მაიკებით დარბოდნენ მაგაც საარჩევნო შტაბებში და დღეს ეხა მე გამოდივარ კოცი და ეგენი არის რეჟიმთან შეურიგებელი რაღაცა დისიდენტები ანუ ეგ ხალხი ყოველთვის ეგეთი ეგენი ისე შეიცვლიან პოზიციას ისე მოერგებიან ახალ გიგი წერეთელს ვერ მიასწრებს ვერავენ რუსეთის საზღვარზე რუსული დროშები ეჭვი არ მეფარება მაგას კი ბატონო ანუ ეს ეგ მაგ ხალხზე არ არის უბრალოდ მე ყველაზე მეტად რაც ამ შემთხვევაში გული მწყდება და მტკივა და მაწუხებს არის ზუსტად ის აი რაზეც საუბრობთ იგივე ტერიტორიული საკითხებია ხო ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რუსეთთან ურთიერთობის პირობებში და ჩვენ რო
ასე ვაყენებდით საკითხს, რომ სანამ დროა უნდა დაიწყოს ამ თემებზე დიალოგი, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დიალოგი დააგვიანა საქართველოს. დააგვიანა, იმიტომ რომ როდესაც მოგვიწევს ამ დიალოგის დაწყება, არაფერი ხელში არ გვიჭირავს, რითიც შეიძლება რუსეთს ველაპარაკოთ. შევიქმნით ჩვენ თვითონ ისეთი გარემო, ყველაფერს ხაზი გადაუსვით, ყველაფერზე უარი ვთქვით ნატოს ხათრით და მხოლოდ ნატოა ჩვენთვის ინტერესი. აი ნატოს ცალფეხზე დგომით ნატოში უნდა შევიდეთ. ესე დავაყენეთ ჩვენ თვითონვე საკითხი, ჩვენ თვითონ. სხვამ კი არა, აი ჩვენ თვითონ დავაჯერეთ ჩვენ თავს ეს. და დღეს აი ეს არგუმენტი პროპაგანდით ჩაგვიდეს და თაობაზე როგორ გაზარდოს. კი ბატონო და დღეს აი ეს არგუმენტი ჩვენივე უახლოესმა პარტნიორმა გამოგვაცალა თუ გვაცლის ხელიდან. აი როგორ რითიღა უნდა ესაუბრო იმ რუსეთს ეგეც ვერ წარმომიდგენია. ხო, აი როგორ რაღაცა იცი, უყურე ჩვენ კიდე მივდივართ რომ აი რა გვაქვს რა რომ ამახათ უნდა მიხვიდე და შეხვდე იმ რუსას და სომეხი იქნება თუ აზერბაიჯანელი აქ გვერდზე, ყველასთან უნდა ქონდეს და რა ვიცი საქართველოს რო კითხოთ ისტორიულად ყველას ვისაც ახსოვს, ყოველთვის ამახები ვიყავი და ამახათ უნდა დაელაპარაკო მაპატიე და წაკუზული და ჩახტილი ეგ თვითონ ვიცით როგორც არიან და კიდევ რაღაცას გეტყვი ახლა ამის ჩახტაზე ზურა ჯაფარიძის ჩახტაზე გამახსენა ეს იცი რა ხალხია საოკუპაციო ზოლთან მირბოდნენ აგინებდნენ ამათ აი აგი არა მოწმედელისა იმ დღეს მართლა რო არაფერი ხდება საღამოს იქ რა თქმა უნდა ეხა ამას აიმახსოვრებდნენ ეხა იქაც ხო არის ეხა ყველაზე ვერ იტყვის იქაც არის ვიღაცა სამხედრო რაღაცა მოხდებოდა საწყალ ძროხის ან იმას რა ქვია მწყემს მოიპარავდნენ წაიყვანდნენ ამათი ნაგინები აქვს დილით და მე აი ერთ მაგალითს გეტყვი მე ჩვენნაირ ხალხს პირადი კონტაქტებით ურეკავდი წერილებს წერდი ბატონ კალაშნიკოვს ურეკავდით ვინც კი მყავს ახლობლები და ვინც კი მყავს რომ ეს პრობლემა იყო და ჩვენ მათავისუფლებინებდით ცხოვრობ მე მეძახდნენ იმას რა ქვია რუსეთის მონას თვითონ კი აღარ ჩანდნენ მე და ერთი წამით ვიღაცამ აი იმ საკუპაციო ხაზზე რომ პროსტა ყურზე რომ მოკიდოს ხელი აი ყურზე რომ მოკიდოს ხელი დედას გეფიცები დედა და მამა და ყვირილი და მე ნახე შენ აი ეს ხო რა ვისი მტერი ხარ ამ შემთხვევაში მე რამჭიქაშვილს კი არ გაუპუჩე რამე აუ და მე პირიქით ვისი მტერი ხარ შენი ქვეყნის მოქალაქე ეს ხალხი არის რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მე რა ეს არის უპასუხისმგებლობა და მე მაქვს ვერსია რატო არ გრძნობ ეს არის ხალხი რომლებსაც არც უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება საბოლოო ჯამში ერთსულია რამე მოხდეს და შანსი მიეცეს გაიქცეს ამ ქვეყნიდან ყველაზე არ ვამბობ ძვირფასო მეგობრებო რა თქმა უნდა და ღმერთმა არქნას რომ ყველა მართლა ასე იყოს მაგრამ ყველაზე უფრო ხმამაღლა ომზე და ყველაზე უფრო აი ომახიანა და რუსებს ვეომოთ ლაპარაკობს ის ხალხი რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ იმიტომ რომ ისინი წავლენ მერე და ევროპიდან დაგმობენ აი აქ და ამერიკიდან დაგმობენ რუსეთის აგრესიას და აქ რომ ნანგრევებში უნდა გაიზარდოს მერე კიდევ ერთი თაობა ამაზე თვითონ რა პასუხისმგებლობა ამაზე რუსეთია ბოროტი და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი მერე ეს პასუხი ეკნება და ყველაზე დიდი ტრაგედია რა არის თუ სამე ფინანსებზე და ყველაზე მეტი სარგებელი მათ შორის ფინანსურიც თვითონ მაგათაა სულ ყოველთვის ვამბობ ამაგალის და ვიტყვი კოტე კემულარია პირველივე როგორც კი ჩვენ ფრენები აღვადგინეთ რითი ჩამოფრით პირველი რეისით უკან ეს ის რო გაფრინდა კოტე კემულარია გაყვა და ბატონი ჭიჭინაძე რუსეთში აი ფინანსური მოგებაც აქვს მე ვიცი ჩვენ გაცემის რომ ამოიწურა მაგრამ ერთი ცოტა ინტრიგული ანუ საინტერესო და დამაინტრიგებელი კითხი დავამთავრე და თუ გინდა მე გავაგრძელოთ ამგან ამერიკულ თემას ვეხებოდით და ჩვენ ახლა ყველამ კარგად იცის მე უნდა მაყურებელს მე ვერც ვიქნები ვერც მე და ვერც შენ გინდა ოცნება იყოს ეს გინდა ბატონი ბიძინევანიშვილი იყოს თუ ბატონი ირაკლი კობახიძე ჩვენ ქვეყნის დღევანდელი პრემიერი ვერც ადვოკატები გამოვალთ მათი და მით უმეტეს ახლა არც მჭირდება დიდი რამბები როცა დრო იყო 2012 წლიდან ვაკრიტიკებთ სხვა შორის ამ თავრობას იმის გამო რაზეც ახლა ჩვენ მყინვეულად მაგრამ გვიწევს აი ამ არაკაცების და არაქალების მოშორება ხო და კიდე რაღაცეები არ მინდა წინასწარ თქვა მაგრამ კი ბატონო სამართალი ძიმეთ მოდის მაგრამ მოვა ერთი ისეთ კითხვა მინდა დავსვა და შემდეგ გადაცემისთვის არ ვიცი მით უმეტეს თუ ოთხშაბა შენ გეყოლება ამ თემაზე პოლიტოლოგი და მე ვიცი როგორც ვიცი შეიძლება ირაკლი უბილავა ყავდეს ირაკლი უბილავა მეყოლება დიდი ალბათობით აი ძალიან საინტერესო კითხვა ერთი რამე მინდა კითხო შენ და ირაკლისას დაუსვე ეს კითხვა რომ არ მიეწერა ირაკლი კობახიძეს ტრამპისთვის ის წერილი რაც დაწერა იქნებოდა თუ არა საერთოდ გავიგებდი თუ არა რომ თურმე კელი დეგნანის თუ რა ქვია დანიგანის თუ რეაქცია თურმე როგორ იბარებს და როგორ უნდა ბიზნესმენშულთან შეხვედრა დანაბარები გადასცეს მარკ რუბიოს აი შენი აზრი საინტერესოა რომ აქ წერილმა აგდო თემა იწერა თუ არა ირაკლი კობახიძემ ტრამპ წერილი მე რა გაირკვა რომ თურმე
გზავნილია, მაგრამ სადაც ბიძინა ივანიშვილს მიწერენ მარტო და შეხვდებიან და გადასცემენ მარტო. ძალიან საინტერესო კითხვა. და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მით უმეტეს ვისაც ეთერი გვაქვს, ვისაც რაღაცა საშუალება გვაქვს საზოგადოებას ვილაპარაკო და ნებისმიერ ქართველს უფლება აქვს ეს კითხვა დასვას. ესე იგი ირაკლი კობახიძემ რომ მოწერა წერილი, შემდეგ გაირკვა რომ თურმე კომუნიკაცია და საერთოდ სურვილიად კომუნიკაციის. აი ძალიან საინტერესოა და არ გვაქვს ამის უფლება რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს უფლება. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება. ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, უცხოებო თუ არ ვიცი მე, ვისი მონა იქნები, რა მნიშვნელობა აქვს. და თუ მონობაზეა საუბარი, იმ მონებს კიდე და სპარტაკს და იმას უფრო მეტი უფლებები ქონდა და მეტიც კაცო, საერთოდ მოქალაქის რაკში იყვნენ, იმიტომ რომ ისინი იბრძოდნენ რომ ერთი მოქალაქე გათვალისწინო, მიწა ქონოდა და ოჯახის, მოკლედ ბევრია, მაგრამ ესეთი მონობა არცეთ მონობაში არ წერია. ისტორიული ავიღოთ ნებისმიერი მონობა, მაგრამ კითხვა სვავ. ხო გვაქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანს აქვს უფლება კითხვები დასვას და კონდეს თუნდაც პრეტენზია იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებიც აქ არიან დიპლომატიური მისიით. არანაირი სხვა მისია მათ არ გააჩნია. ამის მტკიცება რომ ჩვენ გვიწევს სახელო უბედურება ლიბერალებისგან. ლიბერალებისგან ვიცავთ საზოგადოებას, რომლებიც სულ კითხვებს ადამიანები, რომელთა აი აზრის და არსის და საერთოდ აი იდეოლოგია იდგა მაგაზე, რომ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მაგათ ესე ესმით ეს ყველაფერი ჩემო მერაბ, რომ სიტყვის თავისუფლება მანამდე არის მისაღები, სანამ მათთვის ასურველ აზრს გამოხატავთ, თორემ მათთვის საწინააღმდეგოს შეკითხვებს თუ სვავ, იქ უკვე სიტყვის თავისუფლება არ არის. გრიგოლ ვაშაძე თუ მეორე ეს ჭიჭე ვაშაძე ხომ მოაქვს თავი რომ იუსტიციის სახლი და ეს ყველაფერი მას შექმნა ნუ ეს ხო ჯერ დავანება თუნდაც აი ადამიანს რომელთანაც აქ ყველაზე მთავარ სიმბოლოსთან შეხება ქვეყნის პასპორტთან მე და შენ და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს გვაქვს ჩვენ პასპორტი რომელ პასპორტიც ნიშნავს რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიხდით გადასახადებს და რაც არ გამორიცხავს კი არა მეტიც უშვებს იმას რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც პასპორტი აქვს და პასპორტში რაც წერია და რასაც ნიშნავს, უფლება აქვს დასვას კითხვები და მიიღო შესაბამისი და ადეკვატური მომსახურება სახელმწიფოსგან, პოლიტიკოსებისგან, ეს იქნებიან ხელისუფლებაში თუ ოპოზიციისგან და ნებისმიერ სტრუქტურაში. და აი ამ დებილს მაპატიე და ესეც კი რო კითხოთ, მაგრამ თავად ჩახედოს მაშინ. და ერთ მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით. ბოდიში ვიცი გაგზავნა. პოზნერის შესანიშნავი მაგალითია თავის ბიოგრაფიაში წერდა ამერიკის შეერთებულ შტატ პოზნერს აქ ორი მოქალაქეობა იცით სამიც იმიტომ რომ საფრანგეთის ცხოვრობ მაგრამ კარი არ მნიშვნელობა ისრაელის ამერიკის მოქალაქეობა აქვს პოზნერს და რუსეთის ბუნებრივი აქვს ერთ-ერთ ჩასვლაზე ჩაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სახში რომ მივიდა აეროპორტთან გასულა ნახა რომ პასპორტი დაკარგა პასპორტი არა აქვს არ ვიცი ტაქსი დარჩა ვერ იხსენებს ამას და ბუნებრივია მივიდა თუ არა სახში გადარეკა, გადმორეკა და შესაბამის ორგანოში დარეკა და თქვა რომ პასპორტი დაიბარეს ამა და ამ ადგილას მომბრძანეთ, თორემ იმ ოლქში, იმ შტატში სადაც ცხოვრობდა, მივიდა მოდით ავიღოთ ეს იუსტიციის სახში, ნუ რაღაც ამერიკას სხვანაირად არის, რაღაცა მაჩბიურ რაც არის მოკლედ. მივიდა იქა და განაცხადი გააკეთა, შევიდა და ეგეთი ფორტოჩკები იყო რა, ესეთი ფანჯრები სადაცო, ასეთი ამერიკა მამაკაცი რაღაც ფორმით ჩაცმული დამხტაო და მივედიო განაცხადი მივიტანეო, უთხარი რომ ბოდიში და ესე და ესე დავკარგეო და კი ბატონო ჩაიბარა ყველაფერი ესე და მომცაო რომ აი ამ დღეს მოხვალთო რა. გავიდა რაღაც ერთი კვირა თუ ორი კვირა, მივიდა და ზუსტად ის კაცი აღმოჩნდა ისევ იქ, გაცემის დროსაც. და რომ მივიდა გაცემის დროს, მივიდა და მოვიდა ამის რიგი და უძახეს ბატონო პოზნერ მივიდა დაждდა და ეს მამაკაცი ეს ისევ ფორმაში ჩაცმული, გადასცემს პასპორტს, აი თქვენი პასპორტი აი. და პოზნერმა თქვა რომ ვართმევდი, მადლობა გადაუხადეო და ამ კაცმა უცებ დამიჭირა ეს ხელი პასპორტი. რაო? რაში მიხდით მადლობას? თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე, თქვენი ხელი გადასხად, ვალდებული ვართ ჩვენ, ეს დაგვემზადებინა და მოგვეწოდებინაო. აი ეს არის ეტიკეტთან ცოტა განსხვავებული შეხედულებები აქვს იმათთან. კი ბატონო, მაგრამ მაინც აი ხო ხვდები და ჭიჭე მადლობას ვეუბნები. არა, რას ვამბობ? კი, მესმის, მაგრამ პოზნერის დროს ახლა პოზნერმას ეს სწორად ამიტომ ანუ იქ მაინც სხვა რაღაცა ჩაუდო. მესმის ორსიძახი. ანუ ხო ხვდები და ეს ჭიჭე ვაშაძე მარიცეს რო კითხო, აუ რაღაცა თავარ სიმბოლოსთან ქონდა შეხება, ხო? ნუ არა ვქნათ, ასეთ საზოგადოებაში ცხოვრდა. თან ესენი ჩვენ გვაჯერებენ, რომ ჩვენ სირაქლემები ვართ, რომ თოვლი არის შავი და არა თეთრი. და როცა თვითონ უნდათ რუსეთი
გუბერნია პირველი გაგვაქანებენ მართლა გუბერნია. კი, არა, ხო გეუბნები შეერთებულმა შტატებმა რომ გამოაცხადოს რომ აი საქართველოს დღეს უნდა გახდეს რუსეთის მართლა ანექსია უნდა მოახდინოს რუსეთმა, აქ აუცილებლად გაჩნდებიან მე ეს პოლიტიკოსები თუ პოლიტიკანები, რომლებიც დაგვიწყებენ იმის მტკიცებას რომ აი დღეს ესე ჭირდება საქართველოს, დღეს ესე ჭირდება ჩვენს ევროპულ მომავალს და სამწუხაროა რომ რა თქმა უნდა აი ესეთი დროს გვიწევს ცხოვრება, მაგრამ პრინციპში ხა იმასაც თუ შევხედავთ მე რა 30 წელი, 35 წელი ეს არ არის სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა ესეთი ძალიან დიდი დრო, მნიშვნელოვანი დროა მას შორის ისტორიული პერსპექტივიდანაც რომ 3 წელიწადში ახალი თაობა იზრდება საერთოდ და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ დროს, მაგრამ ნუ როგორც ჩანს აი ეს მომწიფება სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ეს მაინც არ არის. მაგრამ უყურეთ ეგო ვერ დაგერახვები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაინცადო 33 წელსში რამდენი თაობა გამოვიდა, ეს თაობა მოწამლულია უკვე. ჩვენ გვიჭერს ამ თაობასთან საუბარი. შენ ახლა შვილები პატარები გყავს შეიძლება, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე მაგალითად ბევრს ამ პროპაგანდამ ხო 33 წელმა თავისი გააკეთა, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი, რომ ცვლილებების დაწყება ძირიდან უნდა დაიწყო და ეს არის ურთულესი პროცესი. გეთანხმები, ამდენად მეც მექნებოდა მაგრამ აი ჩემი კითხვა და იმახსოვრე და ძალიან საინტერესო იქნება რომ იქნებოდა ირაკლისთან ერთად მაგ თემას დიდი სიამოვნებით. მადლობა საუბრისთვის, მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩვენს ვირფას მაყურებელს. დღევანდელი ჩვენ გადაცემა ამ თემით დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ამ ფორმატში შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ ორშაბათს. დიდი მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.